რუსთავში ჩვენი ვიზიტი იწყება ოთოს შაურმით. რატომ მოვედით ამ კვების ობიექტზე? მივიღეთ ძალიან ბევრი წერილი რუსთავიდან, ოღონდ იმას კი არ წერდნენ, რომ ნახეთ და ცუდი იყო და თმა შემხვდა და ასე შემდეგ. არა, არის პოპულარული ადგილი და გვაინტერესებს თუ რა ხდება სამზარეულოში. მოდით დავაკმაყოფილოთ ჩვენი მაყურებლის ინტერესი. სიმართლე გითხრათ, საშაურმესთვის რო შემოვედი, ძალიან მომეწონა, იქვე ვიგრძენი სისუფთავეს, აი სუნი, სურნელი. და ეხლა ვნახოთ აქ რა ხდება. უჟანგავი ზედაპირებია. ჭერი მოწესრიგებულია, ანუ ცვენა არ მიმდინარეობს, რასაც ვუყურებ. ეს არის მომსახურე პერსონალის საკვებად ჭურჭელი, სავარაუდოდ. აქ სანელებლებია. აი ახაც უნდა სუფთავდებოდეს. ანუ სამზარეულო ესეთი რამარი, რომ ყოველ კუთხე უნდა სუფთავდებოდეს აუცილებლად. იატაკი მოპირკეთებულია, მისი რეცხვა დეზინფექცია ძალიან მარტივია. ხოლთ რომ ესენი გაიტანეთ და აქ არ დატოვოთ. კონტეინერები დაბასტურმებული ხორცით არავითარ შემთხვევაში იატაკზე არ უნდა იდოს, ზევით უნდა იდოს, ეს არის აუცილებელი მოთხოვნა. აი როგორც აქა გაქვთ ევრო სტელაჟი, აი ასე უნდა გქონდეთ იქაც ხორცი მით უმეტეს მზა პროდუქტია და იატაკზე არ შეიძლება. აქ არის გასალღობი ტერიტორია, აი ეს არ მენახა და აი ყველაფერზე აი უბრალოდ მსიამოვნებდა, როდესაც უყურებდით. ხორცი არაჩვეულებრივია, კარგ ხორცს გამოიყენებენ, მაგრამ აი ასე წყალში იყოს ჩაყრილი და ასე აი ნაჟულ წყალში და ესე ხდებოდეს ხორცის გალღობა, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. ამ დროს ყველა აბსოლუტურად შესაძლებლობა აქვთ იმისი, რომ სწორად იმუშაონ, იმიტომ რომ აი ყველა აბსოლუტურად ტერიტორია არის გარემონტებული და გაკეთებული. ეს არის აი დასაწრეტად ხორცი უკვე ჩაყრილი, ალბათ გავლებული, სავარაუდოდ გარეცხილი. მადონა სამზარეულოში, ლიზა, რა თქმა უნდა, დარბაზში. მოდით ვნახოთ, როგორ ამზადებენ ამ ცნობილ შაურმას. ოთო მე როგორც მივხვდი არის მფლობელი და თავისი სახელი დაარქვა ამ კვების ობიექტს. აი ნახეთ. ნახეთ, როგორ ამზადებენ. ხო, მინდა აღვნიშნო, რომ აქ არ არის ქათმის შაურმა, მხოლოდ ღორის შაურმას ამზადებენ. აი ნახეთ. ალამაზად შეახვიეს. ბიჭები მუშაობენ ხელთათმანებით და ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია. იქვე აი დგას ახალგაზრდა ბიჭი, თინეიჯერი, რომელიც უკვე ალაგებს და ამზადებს უშუალოდ მომხმარებლისთვის. ოთოს შაურმა გემრიელია, ძალიან კარგია, ძალიან მაგარია. მუდმივი მომხმარებლები ამბობენ, რომ გემრიელია და კარგია. ალბათ ასეთი ხალხმრავლობა არ იქნებოდა მართლაც და რომ კარგი პროდუქტი არ ყოფილი, მაგრამ ის რომ ლამაზი ვიტრინებია, ეს ჯერ კიდევ არაფერს არ ნიშნავს. მადონა, რა ხდება სამზარეულოში? არაჩვეულებრივი საწარმო გაქვთ, გაკეთებული, ძალიან მსიამოვნებს, რასაც უყურებთ. ერთადერთი რისი თხოვნა მაქვს, შეკარეთ სტელაჟები და სტელაჟებზე გარღვეთ ხორცი. ხორცის წყალში გალღობა არის ყოვლად დაუშვებელი. მე ხوار ვამბობ ბინძურ წყალში არის. მე ხوار ვამბობ, რომ ის არის, რა ქვია, ხორცი გაქვთ არაჩვეულებრივი, ვაჩვენე კიდევაც. დაბასტურმებულიც, აი ყველაფერი კარგი გაქვთ აბსოლუტურად, ყველაფერი მომწონს. იქაც ქალბატონებს კარგად დალაგებული ტერიტორია აქვთ, იატაკი, ჭერი, კედლები, ყველაფერი მოწესრიგებული გაქვთ, უჟანგავი მოწესრიგებული გაქვთ. ოღონ აი არავითარ შემთხვევაში ნებისმიერ იმას კითხეთ, სპეციალისტ და ჰასპი დანერგილი გაქვთ ხო ალბათ? და ჰასპის აი სპეციალისტმა არ გითხრათ, რომ წყალში გალღობა არ შეიძლება? გამდინარე წყალში. შესაბამის ტემპერატურაზე გამდინარე წყალი არ არის, ის არის დაგროვებული წყალი. ანუ ცვლით ეს სხვა არის. გასაგებია, მაგრამ ის უნდა იყოს მაშინ გამდინარე წყალი სხვა რამეა, რამოდენიმე საათში გამოცვლა არა. აქ ვნახოთ რა ხდება. აქაც შევხედოთ. ანუ აქაც კონტეინერებშია მოთავსებული და დაბინძურების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. აი რა ინტრიგანი ვიქნები, რომ რამე არ გიპოვოთ. ეს რა არის რა? ეკა ჩემთან. ეკა ამდენი ქების მერე ეს რა არის? არა, საერთო ჯამში მაინც კარგები და მაგრები ხარ. ძალიან უბრალო, მაგრამ სუფთა მაგიდებია, სკამები, ინტერიერი არის მოკრძალებული, მაგრამ სუფთა, ნამდვილად
არ ვიცი, ახალ გარემონტებულია თუ უბრალოდ კარგად უვლიან, არ ვიცი, მაგრამ მე ეხლა დარბაზის შემდეგ მაინტერესებს საპირფარეშო. აი, მოდით ვნახოთ, ეს არის ონკანი, არის თხევადი საპონი, არის ქაღალდი ნამდვილად და ეს არის საპირფარეშო. აი, რა გითხრათ? კაფელი მეტლახი არაფერი არ არის თითქოს დაზიანებული. შეიძლება ეხლა ეს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს საპირფარეშო არ არის, მაგრამ საშაურმეა, რაღაც ესეთი დემოკრატიული კვების ობიექტი, საკმაოდ ნორმალურია. აი ეს არის დევს აქ. საშუალებები, სარეცხი და ასევე ხელის დასაბანი, არის აქაც ქაღალდი. ცუდი ნამდვილად არ არის. სამზარეულო დავათვალიერეთ, გარკვეული შთაბეჭდილებები თქვენც ჩამოგიყალიბდათ, მაგრამ შაურმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შაურმა ისეთი პროდუქტია, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ მუშავდება ხორცი და ეს გაჩვენეთ. ეხლა ვნახოთ უშუალოდ როგორ ხდება მომზადება და მისი რეალიზაცია. ვნახოთ, აბა შევიხედოთ, ვნახოთ, კონდენსატი არ არის, გასუფთავებულია, სუფთა ტერიტორია. ეხლა ცხელი პერიოდია და ყველა აბსოლუტურად დაკავებულია და დიდად არ მინდა ხელი შეუშალო. ბოსტნეულსაც უყურებ და იქეთ ამ მხარეს გადავიღებ. პრინციპში ბოსტნეული სულ ახალია დაჭრილი. ერთადერთი რას ვნახავ, ეს არის ლიფტი როგორ მდგომარეობაში. აი ლიფტი მაინტერესებს. აი ლიფტის მდგომარეობა. ნუ ლიფტი ცოტა გასასუფთავებელია, ცოტა არა, ლიფტი კარგად გასასუფთავებელი. ერთადერთი მინუსი. თქვენ უკვე მიიღეთ სრული სურათი თუ რა ხდება ოთოს საშაურმეში, ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირზე და იმედია, რომ ჩვენ დავაკმაყოფილეთ თქვენი ინტერესი და ველოდებით ახალ წერილებს ჩვენი მაყურებლისგან.